მშვიდობა მოგმადლოთ ღმერთმა ძვირფასო საზოგადოებო. ვაგზელებთ საუბრებს ჭეშმარიტი ორიენტირის რაობის შესახებ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ, რასაც ქვია კონფესიათა შორის ურთიერთობები. ჩვენ ამას გარკვეულწილად შევეხეთ სხვადასხვა კუთხით. დღეს კიდევ ერთი კუთხით გსურს ამ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესია ოფიციალურად გამოსულია ეკუმენისტური საბჭოდან, ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლების მხრიდან არ გვაქვს რაიმე უხეში დარღვევის ფაქტები ეკუმენისტურ ურთიერთობებში გულისხმობთ როგორც დოგმატურ, ისე ევქარისტიულ ლოცვით კავშირებს სხვა კონფესიებთან, თუმცა ეს სულაც არ არის საკმარისი, ვინაიდან სხვა ადგილობრივ ეკლესიებში, როგორც ელადაში, კონსტანტინოპოლში, რუსეთში თუ ალექსანდრიასა თუ ანტიოქიაში თუ სხვა ეკლესიებში ჩვენ ვხედავთ აი ამ პრეცედენტებს, ამას საჯაროდ აცხადებენ, განცხადებების კვალ და კვალ ვხედავთ, რომ არის ჯგუფი საზოგადოების, მათ შორის სასულიერო პირები, მაღალი წოდების იერარქები, რომლებიც არ ერიდებიან და უხეშად არღვევენ ეკლესიის როგორც დოგმატურ, ისე კანონიკურ წესჩვეულებას. შესაბამისად, ჩვენი რეაგირებაც ამაზე უნდა იყოს სათანადო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეკლესია არის სხეული ქრისტესი და კივილი არა მარტო ერთი ადგილობრივი ეკლესიისა არის, არამედ საყოველთაო ეკლესიისა, ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესიისა, რომელშიც ეს სულიერი ზიანი აშკარად წარმოჩინებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს სულისკვეთება, რომელიც სხვა ადგილობრივ ეკლესიებშია, გარკვეულწილად გადმოდის რაღაცნაირად ჩვენ სასულიერო პირებსა თუ ერისკაცებზე, რომლებისთვისაც ის ფასეულობები პრიორიტეტულია. ეს აშკარად ჩანს როგორც შიგნით, ისე გარეთ ანალიზით ეკლესიური ცხოვრებისა. ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, არ გეგონოთ, რომ ჩვენი საუბრები იყოს რაიმე საფუძველს მოკლებული და განყენებული თემა და არ ეხებოდეს ჩვენ სულიერ ცხოვრებას, ეს ასე არ არის. პირდაპირ კავშირშია ჩვენთან, შესაბამისად ჩვენც ამაზე უნდა ვაკეთოთ რეაგირება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეშმაკმა შეცვალა ტაქტიკა და ვიცით, რომ აშკარად დევნის ნაცვლად უკვე ჩამოყალიბდა სხვა შეხედულება, როდესაც ქრისტე წარმოჩენილია არა ღმერთკაცად, არამედ უფრო მეტწილად მისი კაცობრივი ბუნება არის წარმოჩენილი, როგორც დასავლური ცნობიერებისთვის არის ხშირად დამახასიათებელი. ვხედავთ ჩვენ, რომ მას წარმოაჩენენ როგორც დიდ პიროვნებას, თუნდაც დიდ ფილოსოფოსად, დიდ ჰუმანისტ ადამიანად, მაგრამ არა ღმერთად, იმიტომ რომ რეალურად ცხოვრებაში მათ ღმერთი არ სჭირდებათ. ანუ სახეზეა ერთგვარი არიოზის სწავლება, რომელშიც დაკნინებულია ღმერთში ღვთაებრივი ბუნება. ეს არის ტენდენცია სერიოზული, მათ შორის არა მარტო სხვა ქრისტიანულ კონფესიებში, არამედ ტენდენციურად რაღაცნაირად ჩვენთანაც გარკვეულწილად ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც იჩინა აი ამ სულისკვეთებამ თავი. ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია სულთა გარჩევის უნარი, ჩვენ ვხედავთ რეალურად დარტყმებს პირდაპირ ეკლესიოლოგიის კუთხით თავარ ძირითად ეკლესიის ნიშან-თვისებებზე, როგორიც არის ეკლესიის ერთიანობა, ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის პრინციპებს, ნიშან-თვისებებს პირდაპირ ვხედავთ, რომ აცხადებენ უკვე მართლმადიდებელი ეკუმენისტები, რომ არა მარტო ჩვენი ერთადერთი და ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესია, არამედ სხვადასხვა კონფესიებში არის ჭეშმარიტება და ამას ყველაფერს სჭირდება ერთი უნივერსალურ რელიგიაში ჩამოყალიბება. არის პრინციპი, რომ კათოლიკე საყოველთაო რელიგია თურმე არ ყოფილა მართლმადიდებლობა, არამედ ისიც საჭიროებს სისავსით მიღება სხვა კონფესიის და რელიგიებისა. არ არის ის წმინდა, იმიტომ რომ სიწმინდესაც
თურმე სჭირდება სხვა კონფესიებისაგანაც ასევე იმათი სულიერი გამოცდილების მიღება და მოციქულებრივიც შესაძლოა ისინი ამბობდნენ რომ აი და ესა თუ ეს ეკლესია ეკუმენისტების ხშირი ესეთი პოზიცია არის რომ არ არის მაგალითად მოციქულებისგან განათლებული ამიტომაც ის უნდა ექვემდებარებოდეს უზენაეს უმაღლეს და ესეთი უმაღლეს იერარქად მოიაზრება რომის პაპი ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით აქედან გამომდინარე დასახოთ უნდა ის გეგმები დავინახოთ უნდა ის ნაღმი რეალური ნაღმი და ეტაპობრივი ესეთი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ მეტად ზაკრული, მეტად ძლიერი, რომელიც დღეს რეალურად არსებობს. პირველი ეტაპი არის შეუმჩნეველი, როცა საზოგადოებაში ხდება, ასე ვთქვათ, თანაარსებობის, თანაცხოვრების პრინციპის რაღაცნაირი გათქვლება ურთიერთშორის სხვადასხვა რელიგიისა თუ კონფესიის ადამიანებისა. ეს ხდება როგორც კულტურულ, ისე სოციალურ თუ უბრალოდ ყოფით დონეზე, როცა ჩვენ ცხადია არ გულისხმობთ იმას, რომ ადამიანებს შორის ეს ურთიერთობები რეალურად უნდა არსებობდეს და არსებობს და ამას ვერსად ვერ გაექცევა ვერც ერთი ეთნოსი, მით უმეტეს დღევანდელ გლობალისტურ სამყაროში, თუმცა ჩვენი სათქმელი გახლავთ ის, რომ ადამიანებს შორის ეს ზღვარი კონფესიურ რელიგიური შეხედულებებისა აუცილებლად უნდა არსებობდეს და ამას მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მკაფიოდ უნდა აფიქსირებდეს, რომ მისი რწმენა არის ჭეშმარიტი. თუ გავიხსენებთ ჩვენ ძველი აღთქმის სწავლებას, ნახეთ რჯული რას ეუბნება მოსეს, რომ ნუ გექნებათ წარმართებთანო ესეთი ახლო ურთიერთობა, ნუ შეხვალთ მათთან ამ ცხოვრებისეულ და ყოფით კონტაქტებშიო, ნუ მოიყვანთ მათ ცოლებსო, იმიტომ რომ ეს ამას მოყვებაო გარყვნილება, კერტაყვანისმცემლობის შემოღება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ზღვარი მართალია ფიზიკური რომ ეს არსებობდა ძველ აღთქმაში, დღეს უკვე ეს ფიზიკური ზღვარი ცხადია არ არსებობს და მთელი სამყარო მოკლედ იქეთ-აქეთ მიმოფანტულია ყველა ერისა თუ რელიგიის წარმომადგენლები, აქედან გამომდინარე დღეს ზღვარი არის სულიერი. აი ამ სულიერ ზღვარს კი აუცილებლად ჭირდება დაცვა იმ პრინციპებისა, მართლმადიდებლური სწავლებისა, რომელიც ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ არის ერთადერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია მართლმადიდებლობა. ეს პირველი ეტაპი, როგორც გითხარით, თანაცხოვრებისა. მეორე ეტაპზე ხდება დიალოგების რეჟიმში გადასვლა. უნდა ვთქვათ, თავიდან ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი გვაქვს ნასაუბრები და წიგნებიც გამოვეცით. დიალოგის ფორმა არსებობს ორგვარი და ერთი არის ჭეშმარიტი და მეორე ცრუ დიალოგი. ჭეშმარიტი დიალოგის თანახმად ადამიანი რეალურად ფიქრობს და ეძიებს ქრისტეში და ქრისტეს სარწმუნოებაში, ჭეშმარიტებაში აი ამ მთავარ მარცვალს, ბრილიანტს, რაც ჭირდება მისი ცხონებისათვის, ასე იყვნენ მოციქულები, რომლებიც ესაუბრებოდნენ მათ ცხოველს და ეკითხებოდნენ და განმარტებას თხოვდნენ იმ იგავებისა თუ მისი სწავლებისა, რომელიც მათთვის იყო გაუგებარი, აი ესეთი შესწავლითი, საუბრითი ტონი, სინანულის ტონი და ამავე დროს გამოსწორების სურვილი, რომ მიატოვოს ძველი, ცთარი შეხედულება და შეუდგეს ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას. აი ეს პრინციპები თუ არ არის ამ დიალოგში, როგორც გითხარით, სინანული სწავლის სურვილი, ჭეშმარიტების შეცნობის სურვილი და შემდეგ უკვე რეალურად საქმეზე გადასვლა და ჭეშმარიტების მოპოვება, მაშინ ამ დიალოგს აზრი არ აქვს. და სწორედ ასეთი ჩიხში შესული დიალოგის რეჟიმში იმყოფება ეს ეკუმენისტური ეგრეთ წოდებული დიალოგი, რომელიც დიდი ხანია უკვე წლებია ჩიხშია შესული და მისი კონცეფციის თანახმად ეკუმენისტური საბჭოს გულისხმობთ არ არსებობს ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია, არამედ არსებობენ სხვადასხვა დენომინაციები, რომელშიც არის ნაწილობრივი გადანაწილებული ეს როგორც ჭეშმარიტება, ისე მისი მადლი, ასე რომ აი ეს და უნივერსალური ეკლესიისკენ ერთიანი აი ამ კონფესიებსა და არა მარტო ქრისტიანულ კონფესიებში, ანუ სინკრეტიკული რელიგიის შექმნის, სხვა რელიგიებთან ერთად ერთი უნივერსალური რელიგიის შექმნის სერიოზული ტენდენციები შეინიშნება დღეს და ამას ვერ გაექცევა დღევანდელი თვალყური, ანუ ვერ
დავხუჭავთ ამაზე თვალს ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ხედავთ რეალურად ერთობლივ როცვას კათოლიკებთან, მათ შორის ამას აკეთებს მაღალი წოდების იერარქები. ხედავთ ერთობლივ განცხადებებს მუსლიმურ ლიდერებთან, სადაც სასულიერო პირები, მათ შორის მაღალი წოდების იერარქები, მაგალითად ანტიოქიაში ამბობენ, რომ ჩვენ და ისლამს ერთი და იგივე საფუძვლები გვაქვს, რომ ქრისტე თურმე ყოფილა წინასწარმეტყველი, როგორც ამას ისლამი ამბობს და არა ღმერთკაცი. ესმით სადამდე მიდის თავიდანვე ამაზე დავიწყე საუბარი, რომ მათთვის ქრისტე არის არა ღმერთის გარდა ყველაფერი, წინასწარმეტყველიც, დიდი პიროვნებაც, გამოჩენილიც, კი ბატონო ქველმოქმედი, უნივერსალური, მაგრამ მაინც ადამიანი. და ნახეთ თუ ჩვენ ღმერთკაცობრივი ბუნების და სხეულის წევრები არ ვართ, მაშინ რა გამოდის? მაშინ ეს ადამიანური გაგები და ადამიანური ქრისტე ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ ნებისმიერ კონფესიაში და ნებისმიერ რელიგიაშიც, მათ შორის დავინახეთ, რომ ეს ისლამშიც ესია. ანუ ეს პრინციპები, რასაც გვთავაზობენ ჩვენ ეკუმენისტები, ყოვლად მიუღებელია, იმიტომ რომ არ არის თავარზე ღმერთკაცობრივ სხეულზე და მის ჭეშმარიტ ეკლესიაზე, რომ ის არის ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესიის პრინციპზე არ არის აგებული. ეს მეორე საფეხური და მეორე დონე დაცემისა, ნაღმისა შეიძლება ვთქვათ, რომელიც არსებობს ეკლესიის საფრთხის ირგვლივ. და კიდე მესამე, როცა უკვე ხდება შემოღწევა ეკლესიის წიაღში სხვა უცხო მართლმადიდებლობისაგან განსხვავებული სწავლების და ასევე ლოცვითი კავშირების შემოღება. ეს ხდება უკვე როგორც შერეული ქორწინების დონეზე ვხედავთ ჩვენ ამ პრინციპებს, ვხედავთ ამას, რომ უკვე საღვთისმეტყველო დონეზეც და კრებების დონეზეც კი, როცა კრეტის კრებამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ ეკუმენიზმი არის თურმე დადებითი მოვლენა და კონფესიებს უწოდა ეკლესიები ოფიციალურად მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, რაც არის უხეში და უაღრესად მძიმე დანაშაული ეკლესიის ისტორიაში და დღევანდელ ცხოვრებაშიც, ასე რომ აი ეს მესამე ეტაპი, რომელიც პირდაპირ აქტიურ ლოცვით კავშირებს ხედავ ჩვენ, მაგალითად მსოფლიო პატრიარქ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსი რომის პაპთან და მის წარმომადგენლებთან არაერთგზის და ახლა ბოლო ნოემბერში იყო ესეთი ლოცვითი კავშირი. რა ხდება ამას? რა ფაქტორთან გვაქვს და რა ფენომენთან გვაქვს ჩვენ საქმე? რეალურად ხედავთ, რომ ეს ხალხი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იციან, რომ არსებობენ ეკლესიის სწავლება არსებობს, რომელიც გძალავს აი ამ ლოცვით კავშირებს. ჯვრის კანონის არაერთი მუხლია მითითებული, სადაც აიგზალება მაღალ წოდების იერარქს და პირდაპირ უნდა ხარისხით უნდა მოხდეს მისი განულირება და ჩამოშორება აი ამ ღვთისმსახურებისაგან, თუ ერთობლივ ლოცვას აღავლენ სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი ჯიუტად აგრძელებს თავის მოღვაწეობას ჭყალებში და ეს მოღვაწეობა, ეს თვითონ სიჯიუტე, ფაქტი ამ სიჯიუტისა ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ეს ხალხი არ არიან შემთხვევითი ხალხი, ეს არ არის უბრალოდ შეცდომით რაღაცა ადამიანმა, რომელმაც დაუშვა შეცდომა უნებლიეთ, არამედ ეს არის პრინციპულად გამიზნულად განხორციელებული გეგმა, რომელსაც ახორციელებენ როგორც შემსრულებლები აი ამ ერთობლივი ლოცვისა, ასევე მათი მაკურთხევლები, ასე ვთქვათ, თუ დამფინანსებლები, თუ იდეოლოგიური პატრონები, რომელიც ყავთ ამ ხალხს, რომლებიც ასევე შემოღწეული არიან ეკლესიის წიაღში და ასევე ის ხალხი, რომელსაც ერის ხალხი თქვი, სხვა დანარჩენი საზოგადოება, რომელსაც მოწონს აი ეს სულისკვეთება, გემოვნება, ესეთი ეკუმენისტური. აი ესეთი კატეგორიის ურჩის საზოგადოება, ჯიუტი საზოგადოება, რომელიც პრინციპულად მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ეს რომ ამას მოყვება უდიდესი პრობლემები კანონიკური, დოგმატური სახით და ეს იწვევს რეალურად განხეთქილებებს ეკლესიაში, როცა ამაზე მიდიან, ვიცით რამდენი შემთხვევა, როცა ახალი სტილზე გადასვლამ გამოიწვია განხეთქილებები საბერძნეთში, ხო? ასევე ლოცვით კავშირებმა უამრავი სქიზმა გამოიწვია, ანუ ადამიანებს აბრკოლებს,
რეალურად აბკოლებენ და ეს ერთგვარი მიზანიც კი არის, როგორც ჩანს, იმ ადამიანებისა, ვისაც სურთ, რომ ეკლესია აი ასეთი ორთოდოქსული შემართების ხალხისაგან რაღაცნაირად გაათავისუფლონ და შემდეგ ითარეშონ ისე, როგორც მათ ეს სურთ. ეს მათ, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ ჩვენ ეკლესიის ისტორია არაერთ ამის მაგალითს გვაძლევს, რომ ესეთი რამ შეუძლებელია. და ბოლოს მეოთხე საფეხურზე აი ამ ნაღმის მეოთხე ეტაპი მოიაზრებს იმას, რომ უკვე მართლმადიდებელი ეკლესია დამარცხებული იქნება, ღმერთმა დაიფაროს აი ამ ჭიდილში, როცა მართლმადიდებელი ეკლესია თვითონ იტყვის, ამისი სურვილია დიდი ყოველ შემთხვევაში რომის პაპისაგან და ზოგადად გლობალისტებისაგან, რომ მართლმადიდებლობამ თვითონ თქვას ოფიციალურ დონეზე, რომ ის აღარ არის მარტო მხოლოდ ის ერთადერთი ჭეშმარიტი აღსარებლობა, არამედ ყველგან არის ეკლესიები და დაიწყებს აქტიურად უკვე ყოველგვარი შენიღბის გარეშე ევქარისტიულ ურთიერთობას. ნახეთ, უკვე ევქარისტიული ეს ყველაზე მძიმე ურთიერთობაა, ყველაზე მძიმე ერეტიკული შეხედულებაა, რომელიც კი არსებობს ამ კონფესიათა შორის დიალოგის ფარგლებში და ამისკენ მიირთვის რომი, ამისკენ მიირთვის და ის აი ამ აქტიურ დიალოგში ჩაბმულია ძირითადად, რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, თუმცა არანაკლებ ხედავთ ჩვენ, რომ რუსეთის პატრიარქთანაც მას ეს დიპლომატიური ერთი შეხედვით თუ რაღაც დოკუმენტების დონეზე გაფორმებული შეხვედრა შედგა კუბაში რამოდენიმე წლის წინათ, სადაც მეტად სახიფათო საღვთისმეტყველო ესეთი კონტურები გამოიკვეთა, რაც ასევე არღვევს იმ ერთობის პრინციპს მართლმადიდებელ წიაღში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ასე რომ აი ეს 4 ნაღმი, ანუ პირველი თანაცხოვრება ჯერ თითქოს და არაფრის ისეთის დიდის მთქმელი და ვერაფერს ვერ იტყვი, მაგრამ ამის მიღმა იმალება ეს ურთიერთობების დონეზე, შემდეგ უკვე კონფესიათა რელიგიურ დონეზე ერთმანეთის შერწყმა, შემდეგ დიალოგის სახე, რომელიც ჩიხში შესულია, მაგრამ ჯიუტად გრძელდება ის, იმიტომ რომ საბოლოო მიზანს ამ კონფესიებისა თუ რელიგიების პანეკუმენისტურ ერთიანობაში გაერთიანება, ამის შემდეგ იწყება შიგნით ეკლესიაში შემოღწევა აი ამ ერეტიკოსებისა, რომლებიც ანგრევენ მთლიანად დოგმატურ თუ კანონიკურ ცნობიერებას მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ბოლოს დაცემა მართლმადიდებლობისა, მაგრამ ამას ისინი ვერ ეღირსებიან, იმიტომ რომ ეკლესია ჩვენი აგებულია ღმერთკაცობრივ ორგანიზმზე. ქრისტეს სხეულია ის და მასთან ბრძოლა შეიძლება, ხოლო მისი დამარცხება შეუძლებელია. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? რა არის რეალურად გასაკეთებელი ამ პირობებში? ერთადერთი ვიდგეთ ჩვენ ჭეშმარიტებაზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხალხი, ვინც ესე ფიქრობს და ესე ცხოვრობს და ასე აზროვნებს, ეს ხალხი არ არიან სხეულის წევრები, ქრისტეს სხეულს გულისხმობთ. მიუხედავად იმისა, რომ არიან ეკლესიის წარმომადგენლები და შეიძლება იერარქები და მაღალი იერარქები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეკუმენისტურად მოაზროვნე ადამიანსა და მართლმადიდებელ მსოფლმხედველობის მქონე ადამიანის შორის უდიდესი განსხვავება, ეს არ არის ერთი და იგივე რელიგია, იმიტომ რომ ჩვენ კაფიოდ ვამბობთ, რომ ვართ ერთადერთი მაცხოვნებელი რელიგიის წიაღში, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვია და მართლმადიდებელი ეკუმენისტები და დანარჩენი მსოფლიო ეკუმენისტები ამბობენ, რომ ასეთი ერთიანი და ერთადერთი და უნივერსალური ეკლესია ჯერ დედამიწაზე არ არსებობს და ამისთვის უნდა მოხდეს აი ამ რელიგიების კონსოლიდირება. ასე რომ ჩვენ ამ ხალხთან საერთო ამ კუთხითაც არ გვაქვს, მართალია ეს ხალხი ეკლესიაში წარიან, მართალია ამ ხალხთან ჩვენ გარკვეული ურთიერთობა გაგვაჩნია, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს ბარიერები არის უკვე სულიერ დონეზე და ამის განსჯა საბოლოოდ ხდება ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, იმიტომ რომ დღეს რეალურად როცა რეალური ბერკეტები ესეთი სამართლებრივი თუნდაც საეკლესიო ხშირ შემთხვევაში უხეშად ირღვევა, ანუ რაღაც ტოტალურ ზეწოლასთან გვაქვს ხოლმე რეალურად საქმე, რომელსაც ვერ გაუმკლავდები, იმიტომ რომ თავშივე ვინც
ამას უნდა ასწორებდეს და აი ამ კრებსით გადაწყვეტილებებს მართებულად უნდა ღებულობდეს სწორედ იმ ხალხში ხედავთ ჩვენ ამ ერეტიკულ შეხედულებებს, ასე რომ აქ გამოსავალი ერთადერთია ვიდგეთ პრინციპულად ჩვენს შეხედულებებზე, ვამხილოთ იმის დამიხვედრად რამდენადაც შეგვიძლია ეს პროცესები განუმარტოთ ხალხს თუ რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე და დავჯერდეთ თუნდა ამით ეს სულაც არ არის ცოტა, ეს სულაც არ არის უმნიშვნელო, არამედ საკმაოდ დიდი და საკმაოდ ძალისხმიერი საქმეა, მით უმეტეს დღევანდელ დროში დღეს პროცესები იმდენად მძიმედ ვითარდება, რომ თუნდაც ესეთი დგომა თითქოს აი ამ ერთ პრინციპზე რომ ვართ ჭეშმარიტი ეკლესიის წევრები, ხომ? უკვე არის დინების წინააღმდეგ სვლა და ეს დინების წინააღმდეგ სვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში აღსარებლურიც და შესაძლოა მოწამეობრივიც კი დადგეს ვინ იცის რა დრო დგება ჩვენ კი პრინციპულად უნდა ვაღიაროთ რომ ვართ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შვილები სხვაგვარად წმენა ჩვენ არ შეგვიძლია არც არსებობს სხვა ჭეშმარიტება და ამიტომაც ჩვენი სწავლება და ჩვენი ეკლესია არის მართალი და შეუძლებელია ამის იქეთ რაიმეს თქმა ღმერთმა მშვიდობა წყალობა კურთხევა და ერთობა ქრისტეში ჭეშმარიტებაში მოგმადლოს ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს ამინ მომავალ შეხვედრამდე